Tom Sawyer არის ადგილი. პეპი. არის მათი ადგილი ჩვენ შორის 21 საუკუნეში. თუ არა, მაგალითად ერთ-ერთმა მიპასუხა, რომ მე მაინც ვთვლი, რომ Tom Sawyer ეს წიგნის გმირიაო და იქ არისო. არა. არა, დამეთანხმებით, ხო? ეკბერი ფილმი. არა, დღესაც ხო არიან. სკოლებში, ჩვენს გარშემო და მე მაგალითად ვთვლი, რომ ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვან სირთულეებს გვიქმნიან ეს ბავშვები, მაგრამ უმათოდ ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ჩვენ ჩემზე კარგად გეცნობთ 10 წლის ასაკი რა არის. ანუ შეაბიჯა რა, მან გადატეხის შეაბიჯა, იწევს, ხო? ანუ ბევრი რაღაცა ცვლილება მიდის მის ფიზიოლოგიურიც, ფსიქოლოგიურიც და ყველანაირი ბევრი ცვლილება მიდის და ამას ყველაფერს ეს ბავშვი ვერ ერევა. უმეტეს შემთხვევაში ვერ ერევა. ანუ ისე იქცევა, როგორც არ უნდა რომ მოიქცეს, მაგრამ იქცევა. ჩვენ თავის გავიხსენოთ გარდაის ასაკში თუ გახსოვთ, მე მაგალითად მახსოვს ჩემი გარდაის ასაკში. ვიყავი ძალიან შვიდი და კარგი ბავშვი და გავხდი ძალიან უზღუნე და ჯიუტი ადამიანი. აი სწორედ ამ დროს თუ პირისპირდებით ჩვენ მის ქცევას. მე მგონი ძალიან დიდ საფრთხეს ვუქმნით ამ ბავშვსაც და საერთოდ ძალიან დიდი სიფრთხილე გვაქვს. მედიაში განსაკუთრებით ხვდებით ხოლმე რომ ვიღაცა სქელას და რაღაც ძალიან უცნაურ სახელებს ეძახიან თავისი ფიზიკური აგებულებიდან გამომდინარე. არა, გამოწვევა ბავშვმა ეს გადმოიტანოს და სკოლაში ცხადოს და უშუალოდ ამისი გამსახელის დარქმევა მეორე ბავშვისთვის, მაგრამ იმ ბავშვისთვის ეს უკვე სტიგმაა, ანუ ერთხელ თუ მიეწება ის სახელი, მერე ბავშვმა ეციან ატაცება ამის. და ნუ დაამკვიდრდა, რომ ეს არის სქელა და სხვა არაფერი, ანუ სხვა კატეგორიებში აღარ განიხილავენ. ძალიან რთულად განიცდის ბავშვი ამ ყველაფერს. ან გამოხატავს ან არა, მაგრამ ძალიან განიცდის. როდესაც ამისი ცდელობები დაფიქსირდება, კარგი სკოლა, მაღალი ხარისხის განათლებას, რომელიც აძლევს და რომელსაც აკეთებს ღირებულებებისადმი პატივისცემა და ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს. ისინი ყურსიქით ამ საკითხს არ უშვებენ. ის რომ ვიღაცას უთხთვალა და სქელა დაუძახეს, ნუ ხო ბავშვია და იხუმრა. ამ კატეგორიაში არ განიხილავ რავითარ შემთხვევაში. იგი დგება, ასე ვთქვათ, კონსილიუმის მაგვარი რაღაც მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, ბავშვებისგან შემდგარი, ასე ვთქვათ, ჯგუფი. განიხილავენ ამ საკითხს, ნუ შემდგომ მიდის ჩართვა ღირებულებითი აღზრდა ყველა სკოლას აქ ამ თუ არა უნდა კონდეს და ჩართვა იმ თემების, რომელიც დაუშვათ რელევანტურია ამ სკოლისთვის. ნებისმიერ დელიკვენტური, დევიანტური, როგორიც კიდეც ქცევა, რთული ქცევა არის შედეგი. მე მაგალითად ბოლო პერიოდში ტერმინი ჩემთვის შევცვალე, ეს არაოფიციალური ტერმინია. რთული ზრდასრულები ვართ. და ჩვენი ანარეკლია რთული ბავშვები. რთულ ბავშვად არავინ არ იბადება.